მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერი დიონიჯო კარლი ქართველების შესახებ. ქართულთა წესჩვეულება კეთილშობილურია და ბუნებით მკვირცხლნი არიან. ბერძნებისგან განსხვავებით, სარწმუნოებაში პირველობას არ ჩამოლობენ. რომის ეკლესიისადმი არც ის სიძულვილი აქვთ მოსკოვიტებს რომ შევიათ. პირიქით, მოწიწებასა და პატივისცემას ამჟღავნებენ რომისა და წმინდა პეტრეს მიმართ. მაგრამ თუ ვინმე სპარსელი ახსენა, ისინი მას ძაღლს უწოდებენ. ქართველები კარგი მეომრები არიან და ბევრჯერ ყოფილა რომ მათ ნაკუც აუკაფავთ ათასობით სპარსელი. კიდევ უფრო უარესია ოსმალოზე მათი შეხედულება. ოსმალოს ხსენებაზე ამას ამბობენ, თათარი ურუმი ძაღლი არისო. ყველაზე გასაოცარი მაინც ისაა, რომ გადახდილია ომების მიუხედავად, რაც მათ აიძულებს რომ მუდმივ იარაღში ისხდნენ და იმის მიუხედავად რომ მათი ქვეყანა ყოველი მხრივ მაჰმადიანებით არის გარშემორტყმული, იმდენი სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოიჩინეს რომ ბოლომდე შეინარჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოება. ეს ამბავი მართლაც რომ ღირსია განცვიფრებისა.